საშტო ბიურომდეც კი არ შემიშვეს. გარეთ ჰქონდათ ციები, ნახეს და აღარ მომწეს შესაძლებლობა. ეს მეტყველებს ერთ რამეზე. მათ ერთი მხრივ პანიკურ შიშზე, პარანოიაზე, რომ რაიმე შეიძლება მათ ამ მაფიოზურ კონტროლს სახელმწიფოზე დაემუქროს და მეორე მათ მტკიცე გადაწყვეტილებაზე, რომ ჩახერგონ ევროპისკენ მიმავალი გზა აი ამ კანონის შემოტანით. აი ამაზე მეტყველებს ეს, რომ მაქსიმალურად ვითომ გამჭვირვალობის კანონი დაარქვან ამას და ჩაატარონ გამჭვირვალობის გარეშე, ონლაინ მედიის გარეშე, კრიტიკული ჯგუფების გარეშე. ძალიან კარგად იციან წინასწარმეტყველების გამოცდილები და რომ თუ არ მოახჭოს და მოგუდეს ყველაფერი, ისე არაფერი არ გამოვა და ამას სულ, მაგრამ არ გამოვა. შეხედეთ, რამდენი თაობა დგას აქ ერთად სტუდენტები, ახალგაზრდები, ძველგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები, ვეტერანები ომის, პოლიციელების სახეებს შეხედეთ. თანამოაზრეების თვალებია იქაც. იმიტომ რომ ამ ადამიანებს თავის თავზე აქვთ გამოცდილი, რას ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირება, რამ ხელამსხვერპლი გამოია და რის დაცვას აიძულებენ ახლა. და ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. არავინ არ არის მათი მომხრე საქართველოში, რაც არ უნდა პლაკატები აკრან და რაც არ უნდა დაჩაგრონ და აიძულონ საჯარო მოხელეები რაღაცეების ლაპარაკს. დიდი მადლობა.